თავისუფალი უნივერსიტეტის დამაარსებელი კახა ბენდუქიძე კუკის სასაფლაოზე დაკრძალეს. პროცესია სტუდენტები, ლექტორები, პოლიტიკოსები და ოჯახის ახლობლები დაესწრნენ. პანაშვიდზე გამოსათხოვარის სიტყვა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი სანდრა რულოვსმა წაიკითხა. ბენდუქიძე ლონდონში გარდაიცვალა, ის საქართველოში 2 დღის წინ ჩამოასვენეს. ამერიკის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა კახა ბენდუქიძესთან. მე პირადად ვიცნობ იმას და მინდა მიუსამძევ, რომ ის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოში. მისი ხსოვნის უკდავსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უნივერსიტეტში ათასობით სტუდენტი სწავლობს და აგრძელებს მის დაწყებულ საქმეს. ჩვენ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით. ის ჩვენ მხარს გვიჭერდა და თავის გამოცდილებას გვიზიარებდა. განსაკუთრებით რევოლუციის შემდეგ ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა. რჩევებს გვაძლევდა. ჩვენ მას მინისტრებთან ერთად შეხვედრა მოუწყვეთ. ის ძალიან პატრიოტი ადამიანი იყო. ის განიცდიდა უკრაინაში მომხდარ ამბებს და ყველანაირად ცდილობდა დახმარებას. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რაც მან დაიწყო. არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ამით რაღაცა დააკლდა უნივერსიტეტს, ანუ დააკლდა ძალიან მნიშვნელოვანი თავი ამ უნივერსიტეტის და შემქმნელი უნივერსიტეტის, მაგრამ დარჩით ჩვენ სტუდენტები, დარჩა ადმინისტრაცია, რომელიც არავის არ მისცემს უფლებას, რომ დაწყებული საქმე ჩამოიშალოს.